ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სამოქალაქ მეზარებოდა, მაგრამ მე ყველა ამაზე ლაპარაკობს, აი მთელი ინდოეთი ამ ფესტივალზე ლაპარაკობს. და იმ პაისე რო აკვარ, ვარ სულიყავი. რა იქნებოდა, მაგრამ თან ერთი პრობლემა ის არის, რომ ის უკვე დასრულებულია. მთავარი ღირსშესანიშნაობა რაც არის ამ ფესტივალის სხვა პერსონაჟები, სათულები და ნაგები, ბანაგები სასულები არიან უკვე. ძირითადად დაბრუნდნენ თავიანთ აშრამებში და ეკავს. მაგრამ anyway, ჩვენ მაინც საერთაშორისო ცნობადი სახეებით ჩამოდიან. მონაწილეობას იღებენ. წყვეტოსაც შეეხება ძალიან ირონიული იყო და მაგაზე მეცინებოდა რა წარმოიდგინეთ. ბოლო მონაცემებით, რაც ჩემთვის ცნობილია, 350-მდე ადამიანი არის დაღუპული, ესეთი წყვეტვა იყო. 400 მილიონი ხო და ერთ-ერთ მთავარ დღეს სამსმთვარეობა იყო თუ არ ვცდები. ძალიან დიდი წყვეტვა იყო და ადამიანები დაიღუპნენ ამ წყვეტვაში. უკვდავების საძიებლად ჩამოსული რო ხარ და ესე საზარელ სიკვდილს რო განიცდი. ძალიან ირონიულია.კვდავების საძიებლად რატო არიან ჩამოსულები? რატო ხდება საერთოდ ის რაც ხდება? ინდურ მითოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის რძის ოკეანის ათქვეფის მომენტი. აქაც ისევე როგორც სხვა ისტორიებში და მითოლოგიებში კეთილები და ბოროტები იბრძვიან ერთმანეთში. დევები და ასურები. ოღონდ ჩვენგან განსხვავებით დევები აქ კეთილები არიან. კეთილები ღმერთს ნიშნავს დევი. დევი და დევოტა და ასურები დემონები. და მარცხდებოდნენ დევოტები და შესჩივლეს ვიშნუს რამენერად დაგვეხმარებოდა. ვიშნუმ ურჩია რომ მოეთქვიფათ მთელი სამყარო ან ირმის ნახტომი. ირმის ნახტომს ხო Milky Way ქვია. და მაგას უკავშირებენ რომ ეს რძის ოკეანის ათქვეფა, ეს Milky Way-ის ათქვეფა არისო. ხო და მოკლედ ამას რო თქვებდნენ უნდა ამოსულიყო ამ რიტა უკვდავების ელექსირი. და უკვდავების ელექსირს დალევდნენ დევატები და გახდებოდნენ უკვდავები და დაამარცხებდნენ დემონებს. მაგრამ ამ ათქვეფაში მათ დემონების დახმარება სჭირდებოდათ აუცილებლად. ისე ამას ვერ მოახერხებდნენ, მაგრამ როგორ უნდა დაეთანხმებინათ დემონები და მოატყუეს დემონები, რომ თქვენც მოგცემთო უკვდავების ელექსირსო
მენდა დაგვეხმარეთ. დაიწყო ათქვეფა. მოკლედ გადააგდეს დემონები. მოატყუეს. და ეს ელექსირი გაიტაცა გარუდამ, რომელიც არის ვიშნუს არწივი. ვიშნუს ჩიტი, არწივია თუ არ ვცდები, ხო, ვიშნუს ჩიტია. გაიტაცა და რო გარბოდა ეს ელექსირი 4 ადგილას ჩამოიღვარა ინდოეთში. არის 4 ადგილი, წმინდა ადგილი, სადაც ითვლება, რომ ეს ელექსირი არის ჩამოღრილი. ერთ-ერთი არის ახლა ის პრაიაგრაჯი, სადაც მივდივართ. და 12 წელიწადში ერთხელ იმართება ეს დღესასწაული, რასაც ქვია კუმბ-მელა. 12 წელიწადში ერთხელ, იმიტომ რომ ეს ოკეანის ათქვეფის ამბავი მიდიოდა 12 წლის მანძილზე. ნუ რაღაც როგორ არის ნათქვამი 12 კოსმიური დღე თუ რაღაცა ეგეთი. და როდესაც ასტროლოგიურად ითვლიან ამას, იუპიტერი როცა იცვლის ნიშანს, გადადის სხვა ნიშანში, მაშინ ხდება ეგ. და ეხლა ხდება მაჰაკუმ-მელა, მაჰაკუმ-მელა არის, როდესაც იუპიტერი ერთ დიდ წრეს არტყამს მთლიანად, ანუ ეგ არის უკვე 12-ჯერ 12 და შესაბამისად 154 წელიწადში ერთხელ უწევს. წინა მაჰაკუმ-მელა 1882-ში იყო, მე მგონი. რამდენი გამოდის 91-ში. და ზოგადად ისე ემთხვევა, ალბათ ვინც თვალყურს ადევნებთ ასტრონომიულ ნიუსებსაც, იცით რომ თებერვალში არის პლანეტების პარადი, პლანეტების აღლუმი, როდესაც თითქმის ყველა პლანეტა ერთ ხაზზე არის დამწკრივებული. და ის ზუსტად ეგეთ დამწკრივებების დროს ხდება ხოლმე კუმბ-მელა და ითვლება, რომ მაგ პერიოდში ენერგიები განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც მდინარეების შეერთება არის ძალიან აქტიური და ძლიერი. და შესაბამისად მოდიან ეს ადამიანებიც, რომ მაგ ძლიერ ენერგიას ეზიარონ. და ხო, ირონიულია, როდესაც უკვდავების ელექსირზე მიდიხარ. ამიტომ რაც წმინდა აი სახიფათოც არის ერთდროულად. ამოვიდა მზე და გავაგრძელებთ ახლა დინარისკენ გზას. 20 წუთი გვაქვს სასიარულო ფეხით. თან გზადაგზა გავათვალიერებთ რა ხდება. აბა დამარტყამთ. ფეხიანი ძროხა დაიბადა. აუ. ამ ძროხით თვითონ. უნდა ჩავიდეთ, მაგისთვის ვართ მოსულები. მიყვარდით? გადავრჩები იმედია. გულს ის მიხედავს, რომ ცოტა ხნის წინ კითხულობდი სტატიებს იმის შესახებ, თუ როგორ მომატებულია დაბინძურების დონე მდინარე განგაში ამ ფესტივალის გამო და ამის გამო ატეხეს განგაში. წავედი ახლა განგაში განსაცმელად. გასწორა, მაგრად გაასწორა. და ეხლა წასწორებს. სხვანაირი წყალია რა, აი მართლა წმინდა წყალია. ძალიან წმინდა წყალია. ტექსტურა აქვს სხვანაირი.
აბრეშუმივით არის. ძალიან პოეზია გამეხსნა ეხა, მაგრამ I'm not only one. განგა არის ის, რაც ყველას აღაფრთოვანებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს მე-20 საუკუნის დიდმა ფსიქოლოგებმა ხო სხვანაირი დატვირთვა მიანიჭა, სხვანაირად გაშიფრეს და დაუკავშირეს ადამიანში და ზოგადად სოციუმში მიმდინარე პროცესებს ეს მითოლოგიური არქეტიპები და ისე ლამაზად ყვებიან ჩვენ შინაგან მოგზაურობას, რომ შეუძლებელია უბრალოდ სხვაგვარად იყოს. და თუნდაც აი ეს სცენარი, კეთილისა და ბოროტის ბრძოლა აბსოლუტურად ყველა მითოლოგიაში არის. სცენარები, რაც დაგვიტოვეს ძველმა ბრძენმა ადამიანებმა, დღესაც თამაშდება. მითოლოგია გვაძლევს იმის რაღაცნაირ იდუმალ და საკრალურ ცოდნას დღეს როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ სასიკეთოდ, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ეს რაღაცები უკვე მომხდარა, რაც ახლა ხდება. მომხდარა ოღონდ სხვა სცენარში, სხვა დეკორაციაში, მაგრამ იგივე შინაარსით, მომხდარა სხვა სახელებით. აი ეხაც აი თუნდაც აი ეს უკვდავების საძიებლად ერთმანეთთან ბრძოლა, ეგეც ხო სიმბოლურია. აი დღეს რასაც უყურებთ, არის ერთ-ერთი ფაქტორი ის, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, ასე ვთქვათ, ვის ხელშიც არის ძალაუფლება პლანეტაზე, აი ძალიან გამალებით ეძებენ უკვდავებას. აი იმდენად არიან მატერიაზე მიჯაჭულები, რომ ამ მატერიის გაშვება არ უნდა და ძალიან ბევრნაირ ხერხს ეძებენ, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩენ უკვდავები. აი ყველაფერი რაღაცნაირად უკავშირდება აი ამ კუმბამელას მითოლოგიას რა. და თავარი, ასე ვთქვათ, სიკეთის გამარჯვება მან არის ის, რომ სიკეთე გამარჯვებულია თავიდანვე, იმიტომ რომ არ არის მატერიაზე მიჯაჭული. მატერია ყველა ვარიანტში წარმავალი არის. აბსოლუტურად ნებისმიერ შემთხვევაში წარმავალი არ არსებობს. მატერია, რომელიც მარადიულია. არ არსებობს ეგეთი რაღაცა, არც აქამდე ყოფილა. და შესაბამისად მატერიაზე მიჯაჭულობა უკვე წაგებას ნიშნავს და მატერიაზე თუ განჯაჭული ხარ, უკვე რაღაცა სულიერი ასპექტები შემოდის შენში და ვეღარ იქნები ისეთი ხარბი, ვეღარ იქნები ბოროტი, ვეღარ დაუშავებ ვეღარავის ვეღარაფერს, იმიტომ რომ სულის დონეზე უკვე ერთიანობის შეგრძნება ძალიან კაფიოდ შემოდის. და მატერიის დონეზე მაინც ეგო არის, რომელიც აი მე, ჩემი ძალაუფლება, ჩემი ხალხი, ჩემი საზღვრები და ასე შემდეგ. და აი ეგ ამბავია რა. ქალაქ პრაიაგრადში არის მაჰარიში მაჰეშიოგის აშრამი, ერთი ჩვენ ნახეთ რიშიკეში, მეორე არის აქ. და ეს იმით არის გამორჩეული, რომ აქ ყოფილა თავად მაჰარიში მაჰეშიოგის სამადის ადგილი. და ზოგადად სამადის ადგილებში, როდესაც რეალიზებული პირი ტოვებს სხეულს, იქ ძალიან ძლიერი ენერგეტიკა იქმნება ხოლმე. მაჰარიში შემთხვევით არ აირჩევდა ამ ადგილს. This is Samadhi place, right? Yes. Maharshi Samadhi. Let's go. Called Alexander. 2005 წელს დატოვა სხეული მაჰარიში. აი აქ ამ აშრამში იყო 95 წლის. ალაჰაბადი ერქვა აქაურობას. ისლამური სახელია კიდევაც მიხვდებით და ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურებული არის კამპანია, რომ ინდოეთში ისლამური ტოპონიმები შეიცვალოს ინდური ტოპონიმებით და ალაჰაბადი არის და ერთ-ერთი მაგის მაგალითი, რომ გახდა პრაიაგრადში. ალაჰაბადი გახდა პრაიაგრადში. ეხლა მივდივარ ძალიან საინტერესო ადგილას.
ჩემი მასპინძელი წევა, რომელიც გამიძღვა მაჰარიშის აშრამში, მასთან უნდა მივიდი სახლში. ერთ რიტუალს უნდა დავესწრო, რომელიც ტარდება დიდი ხანია უკვე. 20 მეტრი გამომატარეს, უფასოდ წაგიყვანთ. ხო და რაც თავარია, სიმშვიდეში შემოვედი, შემიძლია ლაპარაკი. ხო, მოკლედ, ახლა მივდივარ ჩემ მასპინძელთან სახლში. 6 საათზე იწყება ერთი პროცესი, რასაც ქვია იაგია. იაგია არის ვედური, ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალი შეიძლება ითქვას. ეს არის ცეცხლის მსხვერპლშეწირვა. მსხვერპლშეწირვა ცოტა უხეში კონტექსტით არის. მსხვერპლის შეწირვა შეიგურდე. ცოტა უხეში კონტექსტია, მაგრამ აქ ცოტა სხვანაირად არის ეგ ამბავი. სპეციალურად ცეცხლს ანთებენ რაღაცა ფორმაში და ამ ცეცხლში ღმერთებს წირავენ სხვადასხვა ნივთიერებებს. და ზოგადად ითვლება, რომ ცეცხლის ღმერთს აგნის ეს ლოცვები და ნივთები მიაქვს ღმერთებთან და ცეცხლი არის შუამავალი ღმერთებსა და ადამიანებს შორის. ეს იაგიები შეიძლება იყოს როგორც პერსონალური, ისე კოლექტიური და ამ შემთხვევაში ჩვენ ვესწრებით იაგიას, სპეციალურ იაგიას, რომელიც ტარდება საქართველოსთვის. მაშინ, როდესაც საქართველოში სიტუაცია ცოტა აირია და არც კი ვიცოდით რა შეიძლება და გაგვეკეთებინა, შეიკრიბა გარკვეული ჯგუფი, რომელმაც ეს იაგია, ასე ვთქვათ, დაუკვეთა მაჰარიში ოგის პანდიტებს და ისინი სპეციალურად საქართველოსთვის ამ რიტუალს ატარებენ, რაც ითვლება, რომ ენერგეტიკულ პლანზე შეიძლება ძალიან დაგვეხმაროს. და ხო, რატომაც არა, ყველაფერი უნდა სცადო, ეხა ისეთი დროა, რომ აი ყველაფერი უნდა სცადო, მე ეგრე ვიყავი, რომ აღარ არის რაღაცა ეჭვების დრო, რომ ის მუშაობს თუ არ მუშაობს, რა ვიცი, მეთქი იქნებ საქართველოს რამე ეშველოს და გავიიღებ ამას. ხო, რაღაცა თანხა უნდა გაიღოს ანაცვლოდ, ესე უფასოდ არ კეთდება რა, იმიტომ რომ რაღაცა ენერგია უნდა ჩავიდეს ამ ცეცხლში. ეს ენერგიის გაცვლა გამოცვლა ხდება. უფასოდ გაკეთება არ შეიძლება. გრაკლიანში, როდესაც ვიყავით, სადაც აღმოაჩინეს 3000 წლის წინანდელი სამარხები, სახლები, სალოცავები და ითვლება, რომ გრაკლიანი იყო ერთ-ერთი ძლიერი სულიერი ცენტრი. და გრაკლიანში, სადაც იყო სალოცავი, ცეცხლის სალოცავი, ხო? იქ იპოვეს ფეტვი, რომელიც არის 3000 წლის წინანდელი, თუ 2500 წლის წინანდელი ფეტვი. ის ფეტვი შევიდა ფეტვის მსოფლიო ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფეტვი და ეს ფეტვიც გამოიყენებოდა მსხვერპლშეწირვების დროს და აი მაშინ რაღაც ესე გამკრა, რომ რაღაცა მიგარნახა, რომ საქმე გვაქვს დაახლოებით ერთნაირი ტიპის რიტუალებთან. შეიძლება შეიცვალოს ფორმები, შეიძლება შეიცვალოს მანტრები, მაგრამ აი არსობრივად მე მგონია, რომ აი ეს ცეცხლში მსხვერპლშეწირვა და ცეცხლის მეშვეობით ღმერთების სამყაროსთან კომუნიკაცია ჯერ კი საქართველოს ტერიტორიაზეც არსებობდა და გრაკლიანი მე ვფიქრობ, რომ ამის მოწმე არის და ეხლა შეიძლება ჩვენ 3000 წლის წინანდელ გრაკლიანში ვიმოგზაუროთ აქ ინდოეთში ვედი პანდიტების სახლში. They are seated. Please. Flag. Oh. Yeah. ცოტა გული ამიჩუხდა სიმართლე რომ მითხრათ. Bolero. Mangalam Bhagavane Vishnu Mangalam Garudadvaja Mangalam Pundarikaja Mangalaya Tanohare Sriyachamanam Om
საინტერესო პროცესი იყო საკმაოდ ენერგეტიკულად აქტიური და რის თქმა შემიძლია ახლა კიდე ანუ ზოგადად ეს ვედური ცოდნა არიული რასი შემოტანილია ეს არ არის ლოკალური ინდური ასე ვთქვათ რა დღევანდელი ინდოეთს და ვედებს თითქმის არაფერი არ აქვს საერთო ერთმანეთთან კი ზოგიერთი მეცნიერი ამბობს რომ ეს არიელები არ საიდან არ შემოსულან და აქ იყვნენო მაგრამ ამას ძირითადად ინდოელი მეცნიერები ამბობენ რაღაცა დასაყრდენებიც აქვთ ინფორმაციული იმიტომ რომ ნაპოვნია სხვადასხვა ხეობებში რაღაცა არტეფაქტები რის მიხედვითაც შეუძლიათ მაგის თქმა მაგრამ უმეტესობა მეცნიერებისა იზიარებს იმას რომ ვედური კულტურა არიულმა რასამ შემოიტანა და ამბობენ კიდე ეს არიული რასა დაახლოებით ცხოვრობდა სამხრეთ აზიაში დაახლოებით ცენტრალური აზიის ტერიტორიიდან არიან ჩამოსულები გადავამოწმე მაინც კიდევ ერთხელ და სტეპებიდან მათ შემოიტანეს სანსკრიტი მათ შემოიტანეს ვედური კულტურა მათ შემოიტანეს ეს რიტუალები და მე მჯერა რომ ეგ ხდებოდა საქართველოშიც ამას ჩემი აზრით გრაკლიანის აღმოჩენები ადასტურებს და ყველაფერი აი თითქოს სადღაც იკარგება მაშინ როდესაც შეწირვები სისხლიანი ხდება ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით სხვების აზრითაც სწორედ მაშინ მოხდა ინვერსია ცივილიზაციის როდესაც აი ეს ცეცხლის მსხვერპლშეწირვები და ღმერთებთან კომუნიკაციის ეს საშუალება შეიცვალა სისხლიანი მსხვერპლშეწირვებით, რაც გულისხმობს სხვადასხვა ცოცხალი არსებების მსხვერპლად შეწირვას და სამწუხაროდ ხშირად იყო ადამიანების მსხვერპლშეწირვები. აი მე უკვე აი მაგისი ინვერსია მოხდა და ეს წმინდა ადგილები, სადაც რაღაცა ღვთაებრივ მდგომარეობაში გადადიოდნენ ქურუმები და უკავშირდებოდნენ რაღაცა მაღალ განვითარებულ არსებებს, მაგისი ჩატრიალება მოხდა ენერგეტიკულად და ჩანაცვლდა უფრო დაბალ ვიბრაციული არსებებით და დაბალ ვიბრაციულმა არსებებმა დაიწყეს ასე ვთქვათ შთანთქმა. მაღალ განვითარებული არსებები უფრო გაცემაზე არიან ორიენტირებულები და მსახურებაზე და იმაზე რომ ადამიანს რაღაცა ცოდნა გადასცენ და ეს დაბალ ვიბრაციული არსებები დემონური არსებები როგორც ამას სხვადასხვა მითოლოგიებში და რელიგიებში მოიხსენიებენ არიან შთანთქმაზე ორიენტირებულები და იმაზე რომ ეს ადამიანის ენერგია სათავისოდ გამოიყენონ და აი ეს ბრძოლა სწორედ აი ძალიან დიდი ხანია მიდის და აი ეს გადახრილი ცოდნის გასწორების მცდელობები იყო მერე შემდეგ ზუსტად ქრისტეს იმპულსი რომელიც შემოვიდა და ამ ქრისტიანულმა კულტურამ ეს მსხვერპლშეწირვების და ეს წარმართული კერპები მთლიანად ასე ვთქვათ შემუსრა ხო ჩემი აზრით სწორედ ესეთი ერთ-ერთი ნათელი სხივი იყო ბუდისტური ცოდნაც რომელმაც ასევე რაღაცა დიდი სინათლის იმპულსი შემოიტანა აი უკვე ამ ინვერსირებულ სამყაროში როდესაც ფაქტობრივად დემონები იყვნენ გამეფებულები ცოდნა მეტნაკლებად აი გადაეცემოდა თაობიდან თაობას სანსკრიტზე და ამას ბუნებრივმა მდგომარეობამ შეუწყო ხელი კიდე იმის თქმა მინდოდა რომ ეს ბრძოლა ეხლა რაც მიდის რა რეალურად სინათლესა და სიბნელეს შორის მოდის და ვთქვათ რა მარადიული ბრძოლა არის არ არის რაღაცა სიახლე ხო და სამყარო მუდმივად წონასწორობისკენ და ბალანსისკენ მიდის მუდმივად ეს არის რაღაც ბალანსის კანონი ერთი გადაიხრება მეორე უნდა გადმოიხაროს და
ეხა კიდე ისეთ პერიოდი რომ ძალიან დიდი ხანია უკვე ასე ვთქვათ ცოტა სიბნელე არის გამეფებული ხო ამდენი სისხლის ხრვა ჩაგვრა თუნდაც დიქტატორული ქვეყნები ავტოკრატია აი მე-20 საუკუნეში რაც კაცობრიობა ჩავიდინეთ ხო ეხა ეგ ხო არანაირად არ წერია რაღაცა სინათლის და სიყვარულის გეგმებში რა ეგრე ხო დიდხანს უბრალოდ ვერ გაგრძელდება და ეხა იწყება წონასწორობის აღდგენა რა ისევ და ეს წონასწორობის აღდგენა მოხდება იმის ხარჯზე რომ ასე ვთქვათ უნდა დაინგრეს ის რაც დასანგრევია ის რაც არც ოდნაზე დგას ის რაც ილუზიაზე დგას ის რაც ჭეშმარიტებაზე არ დგას ის რაც ღმერთზე არ დგას ის რაც სიყვარულზე არ დგას ისინი უნდა დაინგრეს ძალიან საინტერესო რაღაცა იყო ერთხელ ზაურეთის მამათა მონასტერში იქ მამამ ეგეთი რაღაც მითხრა რომ ჩემო ძღვარს უკითხვა დაუსვიო რომ ღმერთი თუ ყოვლის შემძლეა რატო არ გაანადგურებსო ბოროტებას უახლავეო და მოძღვარმა ესეთი რაღაც მიპასუხაო რომ კიო მზად არის ღმერთი რომ ეხლავე გაანადგუროსო ბოროტებაო მაგრამ იცოდეო რომ შენი რაღაცა ნაწილით წარწყდებაო მასთან ერთადო და გინდაო ეგ რომ მოხდესო და ხო აი ამ მომენტში რეალიზება ქონდა მამაოს და მიხვდა რას გულისხმობდა რომ შეუძლებელია რომ ეს ერთი ხელის მოსმით რაღაც ბოროტება განადგურდეს იმიტომ რომ ნუ ეგეთ შემადგენელი არის რა ამის ხო და მოკლედ მაგ გზას ვადგავართ მითოლოგიასაც მინდა და მეთქვა ერთი ორი სიტყვა ან მითოლოგიებსაც რაც შეეხება ხო იმას ვამბობდი რომ ეგეც არ არის შემთხვევითი რა ყველაფერი აი აბსოლუტურად არის ძალიან ლამაზად შეფუთული ძალიან აი ლიტერატურულად ზღაპრულად ისე შეთხსული და მოქარგული რომ აი ადამიანის გონებას ძალიან მოეწონოს მარტივად მიიღოს და მე მათ უფრო მარტივად მიიღებს უფრო მარტივად გადასცეს შემდეგ ახალ თაობას რომ ეს ცოდნის ცეცხლი არ ჩაქრეს გაგრძელდეს და ცოდნის ცეცხლი ვინ ჩამოიტანა ის ჩვენთან არის მიმული გავიხსენოთ ხო და მაგაშია საქმე თუნდაც ეს კუმბმელა რაზეც არის ლაპარაკი ხო რატომაც ვართ აქ თავიდან ბოლომდე ასტრონომიული მითოლოგია არის რა ეგ არ არის რომ აი უბრალოდ რაღაცა ზღაპარია რომელიც ვიღაც ტიპებმა მოიგონეს არა აი მთლიანად თავიდან ბოლომდე არის ასტროლოგიური მოვლენების შესახებ აღწერილობა იმიტომ რომ იქ 12 წელიწადში ერთხელ ხდება იმიტომ რომ იუპიტერიც ჭირდება 12 წელი რომ ერთ ნიშნიდან გადავიდეს მეორე ნიშანში ზუსტად მაშინ ხდება როდესაც იუპიტერი მზე და მთვარე ერთად უნდა ჩამწკრივდნენ მერე თან ხდება ისე რომ არა მარტო მზე იუპიტერი არამედ სატურნიც ვენერაც და მარსიც ზუსტად ერთნაირად ლაგდებიან და ამ პლანეტებს თავისი შესატყვისები ყავთ აქაურ მითოლოგიაში და ეს პლანეტები არიან ღმერთები და ამ ლეგენდაში კუმბმელასთან დაკავშირებით რაც არის ყველა ეს ღმერთი მონაწილეობს ისე არ არიან შემთხვევით ხო და არის კიდე ერთი ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი მომენტი რომ როდესაც ასურებმა გაიგეს რომ ვიშნუ მათ გაბითურებას აპირებდა და უნდა ეს ამრიტა მარტო დევატებისთვის უნდა მიეცა ერთ-ერთმა დემონმა მოტყუებით მოიპარა ამრიტა და დალია მე ეს დაინახეს მზემ და მთვარემ ან სურიამ და ჩანდრამ და ვიშნუს მოახსენეს რომ ეს და ესე მოხდაო და ვიშნუმ ეს თავისი დისკი რომელსაც ძალიან მაგრად იყენებდა დემონს ესროლა და გადაჭრა შუაზე და რადგან ამას უკვე დალეული ქონდა ეს ამრიტა იგი გახდა უკვდავი მაგრამ უკვდავი კი გახდა მაგრამ შუაზე არის გაყოფილი ერთი ნაწილი არის კუდი და ერთი ნაწილი არის თავი და ეს არის რაჰუს და კეტუს წარმოშობის ლეგენდა რაჰუ და კეტუ აქაურ ასტროლოგიაში არიან მთვარის აღმავალი და დაღმავალი კვანძები და ლეგენდის მიხედვით ეს რაჰუ და კეტუ დაძდევს მთვარეს და მზეს და დაბრუნებების დერეფანი გაგონილი გექნება და როდესაც ხდება მზის და მთვარის დაბრუნება სწორედ ამ რაჰუს და კეტუს მეშვეობით ხდება
და იმიტომ რომ მზეზე და მთვარეზე არის ძალიან გაბრაზებული. აი ეს ცოდნა, რაც არის მითოლოგიური ცოდნა, გამოტანილია სწორედ აი ქურუმების მიერ, რომლებიც სხვადასხვა კავშირებს ამყარებდნენ მიღმიერ სამყაროსთან და ეს ცოდნა არის რის შესახებ? ეს ცოდნა არის ბუნების ძალების შესახებ. არ არის მართლა ღმერთები, პლანეტები არის თავიდან ბოლომდე, ასტრონომია, ასტროლოგია, ეხლა მაშინ ასტრონომია და ასტროლოგია ფაქტობრივად ერთი და იგივე იყო, მერე მოხდა ამის გაყოფა. და ეს ცოდნა სწორედ აი ასტრონომიული ცოდნა, აი ესე ხატოვნად შემოიტანეს ხალხში. იმიტომ რომ ესე რომ შემოეტანათ, ამდენი წელი ეს ვერ გაძლებდა ვერანაირად შანსი არ არის და კიდე ამდენი ცოდნა არის დაკარგული, კაცმა არის. და როდესაც დადგება დრო და ჟამი, რომ ყველა ცოდნა გაიხსნება და აღსდგება თხარმა დედამიწაზე, მაგას ველოდებით ჩვენ. როგორი გაბრძღიალებულია აქაურობა. თუ არ ვწდები, თუ არ მეშლება 17,000 გარე განათების ბოძი არის დაყენებული სპეციალურად კუმბმელასთვის. შეიძლება ცოტა უფრო მეტიც. აი ესეთი უცნაური არის ცხოვრება რა. ერთი ტაძარია, სადაც გარედან არის დავითის ვარსკვლავი და შიგნიდან არის სვასტიკა. ნიშანი იმისა, რომ დავითის ვარსკვლავი ეხანდელი ებრაელების სიმბოლო და მთლიანად ასოცირდება ებრაულ კულტურასთან და შიგნით სვასტიკა, რომელიც ნაცისტურ გერმანიასთან ასოცირდება და არადა ორივეს რაღაცა სპირიტუალური საწყისი აქვს. და ერთად არიან ეგენი თავმოყრილები. უგზო-უგლოდ საყვარლები არიან. Hello. It's my new friend. Nice. It's nice guy. Because of it's good humanity. Human. ჩემი ძმა უსაყვარლესი ადამიანი და please ძალიან მეხმარება ყველაფერში ისეთი გულით მიდგება რომ აი მეტირება კინაღა და იქვე ხო დატრიალდა გამიჩითა საწოლები და კარავი ვერ პოულობდი დავიკარგე და მე მივწერე გამოვიდა მომიყვანა და აქ ეხა ძალიან პოპულარული გავხდი უცბად ერთადერთი თეთრკანიანი ვარ და მოვიდა აქაური ადმინისტრაციის თანამშრომელი ერთ-ერთი და იმანაც ჩემთან ფოტო გადაიღო რაღაცა დავმეგობრდით Facebook-ზე დავიმატა ყველა პოსტი დამილაიქა და შემომთავაზა რომ აქო შენო კარგად ვერ დაიძინებო და წამოდიო ოფისში და გაძინებო კარგადო კომფორტულადო ხო და ეხა გარეთ გავედით ამომყვა ეს ჩვენი ძმა პატარა და ეგეთ რამის მეუბნება რომ არ წახვიდეო ამაღამო ჩვენო უნდა ვილაპარაკოთ რაღაცებზეო და შენი ქვეყნის კულტურაზე უნდა მომიყვეო. არის სიბრძნე მითხრა ეხა ჩვენმა მეგობარმა. არაცნობიერზე ვლაპარაკობდით. დამინახა ოშოს ცენტა რომ აქ თან ჩანთაში და ესო რა არისო და არაცნობიერთან საუბარში გეხმარება თქო ესე მოკლედ აუხსენი და არაცნობიერი მაგარი რამეაო ძალიანო და იცი რას გავსო? აი ილონ მასკიო ხო იციო რაკეტები რო გაუშვა კოსმოსშიო და აი ცნობიერი ვარიო დედამიწაო და ატმოსფერო და კოსმოსიო არისო არაცნობიერიო
და ძალისხმევაა საჭიროა, რომ აი ცნობიერიდანო გახვიდეო. და მე კოსმოსში უკვე ძალისხმევა აღარ გჭირდება ფარფატეფო ესე თავისთვის დადიხარო და აი მიზანში გაარტყა, მართლა ძალიან მიზანში გაარტყა. უჯარათიზე წავიკითხეო ილონ მასკის ბიოგრაფიაო და ძალიან მომეწონა ლამაზი შედარებაა. შეიძლება თქვენს დაგეხმაროთ. მოკლედ ცნობიერებაში გვჭირდება ძალისხმევა და როგორც კი ცნობიერებას გავცდებით და კოსმიურ ცნობიერებაში შევახცევთ, მე უკვე ძალისხმევა აღარ არის საჭირო. არის რაღაცა უხილავი ზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგაც უკვე მიზიდულობის კანონი აღარ მოქმედებს და გავდივართ მიზიდულობის კანონიდან. შესაბამისად აღარაფერი უკან აღარ გეკაჩება და თავისუფალ ცურვაში ხარ. Thank you so much for your insight, sharing your insight. It was very helpful. ძალიან საყვარლებიანია, რომ გაიგე საქართველოსდან ვიყავი, უსმად ეტყობა Google Translate-ში ნახეს, მოვიდნენ და გამარჯობათ იმომესალნენ. გამარჯობა. გამარჯობა. स्नान करें आपकी सुविधा के लिए मेला क्षेत्र में जगह-जगह არა, ძალიან გაქვს დროს მოვედი. ხო და ვარანასი შთუმექნება დრო ეს ბაბები, ვისაც გული მწყდება, რომ ვერ ვნახია. იქ ვნახავ, განგის პირას ხედან.